ბეიკერის კისტა. ეს არის სითხით სავსე წარმონაქმნი მუხლის სახსარში. იგი ხშირად ვითარდება მუხლის სახსრის ხშირი ანთებითი დეგენერაციული პროცესების ფონზე, როგორიც არის მაგალითად ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, მენისკის დაზიანება, მუხლის გადატვირთვა ან ხშირი ტრავმა. რა ახასიათებს ბეიკერის კისტას? მუხლის სახსრის შეშუპება ან კვერცხისებური გამონაზარდი მუხლის უკანა მხარეს. პაციენტს ახასიათებს ასევე მუხლის ტკივილი მოძრაობისას, ხანგრძლივი ფეხზე დგომისას და დაჭიმულობის შეგრძნება მუხლის სახსარში, კერძოდ სიარულის დროს. დიაგნოსტიკა ძალიან ინფორმატიულია და ბიუჯეტურია. მუხლის სახსრის ეკოსკოპიური კვლევა. მკურნალობა. ეფექტურია არასტეროიდული ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. შეუდარებელია ფიზიოპროცედურები, მაგალითად მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია, ულტრავგერითი თერაპია. რეკომენდირებულია მუხლის ბანდაჟის ან ელასტიური ბინტის ტარება მუხლის სახსრის ირგვლივ. და აგრეთვე ძალიან კარგი ეფექტია წონის კლება, თუ პაციენტი მძიმე წონიანია. ბეიკერის კისტის დროს დაუშვებელია მუხლის სახსარში ჰორმონალური პრეპარატების ინექცია, რამაც შეიძლება გაამწვავოს და დაამძიმოს პაციენტის მუხლის სახსარში მიმდინარე ქრონიკული დეგენერაციული პროცესების მიმდინარეობა. და ბოლოს, თუ ზემოთ ჩამოთვლილმა მანიპულაციებმა შედეგი არ გამოიღო, მაშინ სამწუხაროდ კეთდება მუხლის სახსრის ოპერაცია კისტის ამოღებით.